საპატრიარქოსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები იმედიანად გამოვიდნენ საპატრიარქოდან ქუჩის პროტესტისა და კანცელარიასთან ღამეების თენების 29 დღეს. საპატრიარქო იყო პირველი ინსტიტუცია, რომელიც მშობლებს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან წამლის თემაზე შუამდგომლობას დაპირდა. მშობლებმა თქვეს, რომ პატრიარქმა შიო მესამე მათ მოусმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია. Paralelურად საპატრიარქოს სპეციალისტებისა და მშობლების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. მშობლებმა საპატრიარქოს კარზე პირველად 2 კვირის წინ დააკაკუნეს. პირველ ჯერზე მათ არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ იყო მოკლე კომუნიკაცია, დღეს კი შედგა შეხვედრა პატრიარქთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოცნება და ახალი პატრიარქი ამ ეტაპზე ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან, არ არის გამორიცხული ოლიგარქის მთავრობამ შიო მესამის ფაქტორი გაითვალისწინოს. ამ ამბის ფონზე კი დღეს ძველ ვერსიებს ჯიუტად იმეორებდნენ ოცნების პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. კობახიძემ კიდევ ერთხელ ახსენა წამლის მაფია და ასევე გადამხდელთა ფულის რაციონალურად ხარჯვის აუცილებლობა, რასაც დიდი ხანია პასუხი გაცემული აქვს. ამ ეგრეთ წოდებული მაფიის ნამუშევრით უხანგრძლივებენ სიცოცხლის უნარიანობას დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათ შორის ემიგრაციაში სწორედ შვილების სიცოცხლის გადასარჩენად წასული ქართული ოჯახების ბავშვებს. გადამხდელთა თანხის მოფრთხილება კი რამდენად აინტერესებს ოლიგარქს, ამას ჩვენ ოცნების შიგნით მიმდინარე ანგარიშწორებისას ვხედავთ, როცა პროცესში ამოტივტივდება ხოლმე, რომ მაგალითად სხვადასხვა მაღალჩინოსანს, მათ შორის სწორედ გადამხდელთა მილიონები უდევთ სახლებში, ზოგჯერ ოქროს ზოდებად ქცეული, რითიც შეიძლება არაერთი ბავშვის გადარჩენა. რაც შეეხება იურისტ სარჯოლაძეს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზეა და ქუჩის აქციების დაწყების შემდეგ მშობლებს საერთოდ არ შეხვედრია. ისევ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ის, როცა აცხადებს თითქოს ბავშვებზე ზრუნვის მოტივით საერთაშორისოდ უკვე აღიარებული მედიკამენტების ხარისხის შესწავლის აუცილებლობა დგას და სწორედ ამით არის თითქოს ის დაკავებული. მოგისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. აბსოლუტურად ყველა საკითხზე ექნება კომუნიკაცია. ამ პირობით დატოვეს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საპატრიარქოს შენობა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შიო მესამესთან საათნახევრიანი აუდიენციის შემდეგ გაირკვა, რომ შეიქმნება სამხრივი ფორმატის სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, მედიკოსები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ამ ფორმატის მუშაობა და ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში, თუმცა პროტესტში მყოფმა საზოგადოება პატრიარქ შიო მესამესგან მხარდაჭერის პირობა მიიღო. ყველა ინფორმაცია, რასაც ჩვენ აქამდე ვაჟღერებდით, მთელი ახლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამ უწყვეტი აქციების დროს ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პატრიარქს, მეუფეებს, დაისახა გეგმები ყველა მიმართულებით. აბსოლუტურად ძალიან ძნელია წინსრებით რაიმეს გადაჭრით თქმა, მაგრამ ყველა მიმართულებით დაისახა გეგმები, რომ ისინი ჩართული იქნებიან ამ პროცესში, კომუნიკაციის პროცესში, შესაძლოა ფონდის შექმნის პროცესში. გაიგეს ამ დაავადების შესახებ, გაიგეს ის, რომ ამ დაავადებასთან მიმართებაში არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა. გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ფონდის შექმნაც იყო. მშობლებმა საპატრიარქოსგან იმის პირობაც მიიღეს, რომ დაეხმარებიან ერთიანი ფონდის შექმნაში, რომელშიც შემოსული თანხა გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების საჭიროებებს მოხმარდება. საპატრიარქოს შენობიდან გამოსული მშობლების თქმით, ახლა ჯერი ოცნების მთავრობაზე და ჯანდაცვის სამინისტროზეა, რომლის გადაწყვეტილებებიც რაც უფრო დრო გადის მათი შვილების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის დაგვიანებული და არასაკმარისია. დაგვირეკეს უკვე სხვადასხვა კლინიკებიდან და შემოგთავაზეს უფასო გამოკვლევები. ეს პროგრამა ძალიან კარგია და ეს პროგრამა არის მშობლების და საზოგადოების ბრძოლის შედეგი. ეს პროგრამა რაც ამოქმედა, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა რაც დღეს გვაქვს, ეს არის სრულწლოვანები, ანუ ბავშვები და მოზარდები, რომლებიც 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უკვე ვეღარ იღებენ ამ ხარდაჭერას და ეს არის ძალიან სერიოზული და ძალიან დიდი გამოწვევა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან აუდიენციის შემდგომ საპატრიარქომ დეკანოს ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაც გაავრცელა. ჩვენ რამდენადაც ვიცით, არ არის კარგად შესწავლილი დაავადება და სიახლეების მოლოდინში არიან
მშობლები. ჩვენ შევეცდებით, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრა სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარებს შორის. ჩვენი მონაწილეობით საპატრიარქოს მხრიდან აქ ჩართული იქნება იოაკიმ და ანას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. ერთია ის პირობა, რომელიც მშობლებმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან მიიღეს, მეორე კი ის განცხადებები, რომლებსაც დღეს ივანიშვილის გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ. საპატრიარქოში აუდიენციის დასრულებამდე ოცნების ჯანდაცვის სამინისტრომ ისევ მშობლების საწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. ჟენევაში მყოფი მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც რამდენიმე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან ჰქონდა შეხვედრა, გვარწმუნებს, რომ მშობლების მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების რისკებზე კითხვები ევროპის წამყვან ქვეყნებშიც აქვთ. არავის არ აქვს ეს შესაძლებლობა, რომ რაიმე სწრაფი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაკავშირებულია პაციენტების უსაფრთხოებასთან და ეს დაკავშირებულია რასაკვირველია ამ კონკრეტული მედიკამენტების სარგებელთან. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია, ძალიან დიდია შეცდომის და გარდაუვალით შეიძლება ასე ითქვას, შეცდომის დაშვების რისკი. ამიტომ ის რაც თქვა პრემიერ-მინისტრმა, ის რაც არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრმა, არამედ ბევრმა თქვა უკვე, რომ აუცილებელია რეალურად პროცესი დაუბრუნდეს აუცილებლად სამუშაო ფორმატს. ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა დღეს პროტესტში მყოფ მოქალაქეებს აქციების შეწყვეტისკენ და დიალოგის დაწყებისკენაც მოუწოდა. ამ განცხადებას კი მალევე უპასუხეს გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ოცნების ხელისუფლებას დახმარებას უშედეგოდ სთხოვდნენ და საჭირო მედიკამენტებზე არაერთი უარის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა და ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეების გათენება მოუწიათ. 2 წელი რომ ვერ გავედით ვერანაირ შედეგზე და არ იცვლებოდა შინაარსი, ჩვენ სხვა გზა არ დაგვჭა. ისეთი დაავადება რომ იყოს, დრო იყოს და რაღაცის იმედი გქონდეს კი, მაგრამ დაავადების ეს ისეთი ფატალური დაავადებაა, დრო ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს და მორჩა დახურკას მიღმა დიალოგი უშედეგო, გუნდიც კი არ შექმნეს ხალხოს, არა ქუჩაში არ გამოვედით. ეხლა ითხოვენ დისკუსიებს დახურკას მიღმა, სად იყვნენ აქამდე? სარჯველაძის განცხადებას წინ უძღოდა ოცნების პრემიერის მიერ გაკეთებული კომენტარი. ირაკლი კობახიძის თქმით, თანხა ბიუჯეტიდან მიზნობრივად უნდა გაიხარჯოს და ძვირიანი მედიკამენტების ყიდვით ფარმაცევტული მაფია არ უნდა გამდიდრდეს. ოცნების პრემიერი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანაზე უარს მოქალაქეებთან ანგარიშ ვალდებულებით ხსნის და პრეპარატების სანდოობას ეჭქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ივანიშვილის გუნდს საქართველოს მოქალაქეებთან პასუხისმგებლობა მაშინ გაახსენდა, როცა საქმე ბავშვების სიცოცხლეს ეხება. თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი თუ 60 მილიონი. ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ გადასახადის გადამხდელების მიმართ. ამ კომენტარზე საუკეთესო პასუხი კობახიძეს დღეს გადასახადების გადამხდელებმა საქართველოს მოქალაქეებმა გასცეს. ასე პასუხობს მოსახლეობა ივანიშვილის პრემიერს, რომელმაც ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად დახარჯვის მოტივით დიოშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს წამლის შეძენაზე უარი უთხრა. მეუბნებია მოქალაქეები, რომ უშველოთ ბავშვებს. ბავშვებზე უკეთესი რა არის ამ ქვეყანაზე ერთი გამაგებინე საერთოდ. რა ვიცი რა. მე ვფიქრობ, სახელმწიფო ვალდებულია რომ დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ჩამოვთვლი ახლა ეს ფულის ვაფშე სად მიდის გაუგებრობაში. მაგათ ხელფასებში მიდის. სხვაგან არ მიდის. და მაგათ ხარჯებში მიდის და მაგათ მანქანებში და მაგათ კაბინეტებში. კობახიძე ჩამოვიდეს და შეხვდეს მშობლებს და დაელაპარაკოს. დამალვით არაფერი არ გამოვა. ბიუჯეტიდან თავისუფლად შეუძლიათ რომ აიღონ ეგ თანხა და მოახმარონ ბავშვებს. ბავშვების სიცოცხლე არის უპირველეს ყოვლისა რა. საერთოდ არ მეგოლება არა მარტო საქართველოში ადამიანი, რომელიც წინააღმდეგი იქნება, რომ ეს ბავშვები, ამ ბავშვების ჯანმრთელობა დაფინანსდეს. წარმოუდგენელი, არ მეგულება ესეთი ადამიანი. ოცნების უმოქმედობას დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა ლელო ძლიერი საქართველოს პარტიამ კობახიძის გუნდით ყულში ამხილა და გაასაჯაროვა 2024 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მედიკამენტი უკვე აღიარებული და რეგისტრირებულია საქართველოში. ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა ოცნება ამტკიცებს, რომ დაავადების სამკურნალო პრეპარატი მსოფლიოს მასშტაბით არ მოიძებნება. ეს დოკუმენტია, რომელიც გამზადებულია
2024 წლის 19 ნოემბერს და მიუთითებს იმაზე, რომ მედიკამენტი ექსოდის 51 დარეგისტრირებულია და აღიარებულია საქართველოში. ყველაზე ძვირიანი და ეფექტური მედიკამენტი. და ჩვენ გვარწმუნებს ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სამინისტრო, თურმე ის აკვირდება მედიკამენტს. თქვენ აღიარებული გყავთ ეს მედიკამენტი. სწორედ ოცნების პრემიერი ირაკლი ყობახიძეა მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვისთან შეხვედრასაც დიოშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები თითქმის ერთი თვეა ითხოვენ. პროტესტის მთავარი ადგილი უკვე 29 ღამეა ყობახიძის ადმინისტრაცია. საპატრიარქოსგან მიღებული პირობის მიუხედავად მშობლების გეგმებში არაფერი იცვლება და საჭირო მედიკამენტების მიღებამდე ღამეების გათენებას ისევ ღია ციცქვეშ ოცნების ადმინისტრაციასთან აპირებენ. ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს კი საღამოს 7 საათზე ივანიშვილის რეზიდენციასთან ერთი მშობლის აქცია გაიმართება.